გამარჯობა დღეს გადაწყვეტა რომ შევეცდეთ ყოფილიყო სწორედ მოგეხსენებათ ბათუმის გაზეთის თავი რედაქტორი მაღლობელი წელიწადზე მეცეთში გქონდა შაბათის მარში სხვადასხვა დღევანდელი თემა კი უშუალოდ ამების სოლიდარობას დამზია ამოყლის საქმის მოხდომას ახლა მედიას პატივიცეთ ჩართვა ექნება პირდაპირ ეთერში და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ ხელი შეუწყოთ მუშაობას ტრადიციული შაბათის მარში, რომელიც უკვე რამდენიმე კვირა ყოველ შაბათს იმართება ფილარმონიიდან პარლამენტამდე.
ყოველ შაბათს სხვადასხვა თემას ეძღვნება, სხვადასხვა საკითხს ეძღვნება ტრადიციული შაბათის მარში. ეს მარში, რომელსაც თქვენ კადრში ხედავთ, ეს ადამიანები აქ შეიკრიბნენ თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად. მე შეგახსენებთ, რომ ხვალ არის პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე და ამასთან დაკავშირებით დღევანდელი შაბათის მარში მიეძღვნა მედიას, ქართულ მედიას, რომელიც ამჟამად საკმაოდ კაცრი რეპრესიების ქვეშ არის. მარშის ერთ-ერთი ესე ვთქვათ სახე, დღევანდელი მარშის ერთ-ერთი სახე არის მზია ამაღლობელი, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დირექტორი, თანადამფუძნებელი, რომელიც წელიწად ნახევარია უკვე ციხეშია. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანცელარიასთან უკვე 10 დღეზე მეტია იკრიბებიან დიუშენის კონტრაბანდისტები დაავადებული ბავშვები, რომლებიც ათენებენ ღამეებს იმისათვის, რომ სახელმწიფო მათ მისცეს წამალი საკუთარი შვილებისთვის. ისინი უკვე 3 დღეზე მეტი ხანია სწორედ ამ და მათ მოვიძიოთ, რომ კანცელარიასთან ათენონ ღამეები ამ წამისთვის. შეგახსენებთ, რომ ხვალ კვირას გაიმართება სწორედ ამ თემაზე აქციაც, მარში უფრო სწორად ფილარმონიიდან კანცელარიამდე.